გამარჯობა მეგობრებო, ეს არის მადის აღმზრდელი პოდკასტი, მეორე ეპიზოდი, რომელიც იწერება პოდკასტ პოინტში. დღევანდელი ჩემი სტუმარი არის იუთუბერი და ილუზიონისტი ლაშა გელაშვილი. გამარჯობა ლაშა, თუმცა სანამ ლაშასთან დავიწყებდეთ საუბარს, მინდა აუცილებლად გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და თუ მოგეწონებათ ჩვენი პოდკასტი, შეგიძლიათ მხარდაჭერა დონაციის სახით გამოგვიცხადოთ. წინასწარ ყველას დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გამარჯობა ლაშა, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა. რომ ხარ ჩემი სტუმარი და დამითმე დრო. მადლობა მოწვევისთვის და შენს მაყურებელსაც მივესალმები. უკვე ათვისებული გაქვს იუთუბერული მიდგომები, იმიტომ რომ სულ საჭიროა, რომ მაყურებელს ის რაღაცა შევახსენოთ, რომ მათი მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა, როცა ვიდეოს ალაიქებენ და არხს იწერენ და იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომაა და მაყურებელს შევახსენებთ. მეც რომ თქვენი დალაიქება და ღილაკის მიჭერა არის ორმაგი და ათმაგი мотиваცია თითოეული კრეატორისთვის რა. და ლაშას არხიც გამოიწერეთ აუცილებლად. 200,000 გამოწერეთ. მოვიდეთ ისეთ მაგარ პროექტს ვაპირებ, რომ თან ჯერვე არ ვამბობ, ვერ ვამბობ და შეიძლება ცოტა იქით მე ვთქვა რა, ცოტა რო იქნება დარჩენილი, მაგრამ ძალიან მაგარი პროექტი მაქვს და მინდა რომ 200,000-ზე გავაკეთო. თან ეს იქნება გამომწერებზე მორგებული. ეხლა რამდენი ყავს? ვარ 165-ზე. ხო, ну სულ ცოტაც. ეხლა სულ ცოტა. სულ ცოტაც. სულ ცოტა. ხო, კაი, მოდი სანამ. ცოტა არა, მაგრამ იმედი მაქვს რომ მალე ავალ. ნახოთ, სანამ სხვა თემებზეც გადავალთ, ჩემი პოდკასტის სახელწოდება მადის აღმზრდელი პოდკასტი არის და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვსინჯავ ჩემი სტუმრების საყვარელ კერძს. პირველ რიგში მაინტერესებს, შენ რამდენად კულინარი ხარ და მოგწონს, გავიგეთ, რომ ძალიან კარგი ილუზიონისტი ხარ და ეს ძალიან კარგია და აი ამ მიმართულებით კერძების მხრივ როგორ ხარ? აი კერძების მხრივ იცი როგორ ვარ? რა დროც უნდა დამეთმო მე კერძების შესწავლა მომზადებაში ის დრო დაუთმე მე საილუზიო სფეროს და ფოკუსები ვისწავლე კერძების ნაცვლად. თუმცა კარაქიანი პურის წასმა, ჩაის მომზადება ან კვერცხის მოხარშვა შეწვა, სოსისის მოხარშვა ეს ძირითადი რაღაცები იცი ნამდვილად. ამ შიერი არ მოვკვდები. არა. და აი რა გიყვარს ყველაზე მეტად? ერთი ის ვიცი რომ სუში გიყვარს და არა მე ხინკალი და ქაბაბი გითხარი შენ, არ გახსოვს ეთყობა. არა? როგორ არა, კი, მოწერილი მაქვს. არა, არ მახსოვს. სუში საერთოდ არ მაქვს, ცხოვრებაში არ მაქვს ნაჭამი. არა? აი, მაშინ დღეს გაგასინჯებ. კი, გავსინჯეთ. არა, სუში მიყვარს სხვათა შორის. მე ხა ვერ ვიტყვი რომ ესე რაღაცა ძალიან და რაღაცა, მაგრამ რა ვიცი როგორ ვარ, არასდროს არ ვიტყვი უარს რა და ძალიან სასიამოვნო პროცესია ჩემთვის სუშის რო ჭამხოლე. და ზოგადად აზიური რაღაცა, ცოტა ესეთი აზიური მიმართულებით კერძები, ანუ ყველა მიყვარს რა, ასე ვთქვა. აი მაგალითად მატრიასაც გემრიელად გიახლებით. ძალიან მიყვარს ფილადელფია რა და როცა ვუკვეთავ ხოლმე ან მივდივარ სუშის საჭმელად, ყოველთვის თითქმის ფილადელფიას ვჭამ. არ მიყვარს ხოლმე ესე დიდად ექსპერიმენტები და რახან ვიცი როცა მშია და ფილადელფია არის, მოკლედ მაგას შევუკეთ იყვარს. ესე მეც არ მიყვარს დიდად ექსპერიმენტი. ხა დავუფიქრდი შენ. წეღა რო თქვი ხა მაგას დავუფიქრდი და მეც ეგრევა. რაღაც რო ვიცი რომ გემრიელია, მეც მირჩევნია რომ ავდგე და ვიცი რომ გემრიელია და მით უმეტეს ხა საჭმელს ეხება ადგები და იმას იზამდა. იცი რომ კარგია და აი ახალი შეიძლება მეც ნაკლებად უფრო ნაკლებ შიერზე შეიძლება ექსპერიმენტი ჩავატარო ვიდრე ვიცი რომ ხშია რა. და აი სახლში რას ჭამ ხოლმე უფრო მეტად თუ შენ არ აკეთებ აი დარწმუნებულია შენი მეუღლე აკეთებს როგორც შენ თქვი ხო აი გამიმართ მაგაში და თან უფრო გამაზარმაცა ალბათ მაგ ყველაფერი. აი რას გიკეთებს ხოლმე შენი საყვარელი საჭმელი რა არის ხოლმე? იცი არ მე ძალიან მიყვარს სხვათა შორის მაკარონი. წუნია ხარ თუ შეგიძლია რომ მარტივად ყველაფერი თავარია გემრიელი იყოს? ხორცი მიყვარს ჩაულებრივ, ამიტომ თუ რამე ისეთი არის ხორცთან ასოცირებული შემწვარი მოხარშული რაღაც ძალიან მიყვარს. თან ჩემი მეუღლე არის ნინო წმინდიდან, კახეთისთან და მწვას ისწვავს ხოლმე და ძალიან გემრიელ მწვას სწავს. აბა სხვა ვინუზე შეწვავს წვადი, კარგად ეცოდინება. საერთოდ არც კი მაქვს პრეტენზია რომ მასზე უკეთესი მწვადი შევწვა და მაგასაც უთმობ ხოლმე და ამიტომ აი ხორცთან ასოცირებული კერძები ძალიან მიყვარს და ყველაფერს რაც აკეთებს ძალიან კარგად აკეთებს. მაკარონი მიყვარს, აი სპაგეტი იყო ჩემი ბავშვობაში რომ შეგეკითხა ვამბობდი რომ სპაგეტი არის ჩემი საყვარელი საჭმელი მეთქი და ამიტომ მაკარონთან ასოცირებული
რაიმე კერძი თუ არის ეგეც ძალიან მიყვარს ხაჭაპური მიყვარს იმიტომ რომ დედაჩემი არის იმერეთიდან და სხვათა შორის ალბათ მაგანაც გამაზარმაც რომ დედაჩემსაც ასევე ძალიან გემრიელი ხელი აქვს და ყოველთვის ბავშვობიდან განებივრებული ვიყავი გემრიელი საჭმელებით და კერძებით. ეს ძალიან დიდი პლუსია. ხო, ნამდვილად. მართლა კაია რა ეს. ასევე მამაჩემიც ძალიან გემრიელ საჭმელს აკეთებს და დედაჩემს რო კითხავ, იტყვის რომ მამაჩემი უფრო კარგი კულინარია. სხვა შორის კაცებს უფრო გამოსდით თუ ამბობენ, უფრო კარგი კულინარები არიან. ჩემი ძმაც ძალიან გემრიელი საჭმელს აკეთებს და მე ვარ ერთ-ერთი რომელმაც საბოლოო ჯამში ადგა და ფოკუსების სწავლა დაიწყო. მოდი თქვენ ყველა ვიცით სამზარეულოში ტრიანი. ხა ოჯახში ამდენი ადამიანი კარგ საჭმელს რო აკეთებს, ვიღაცამ ფოკუსები ხო უნდა გააკეთოს, ამიტომ მე ავიღე ეგ დარტყმა ჩემს თავზე. თავიდან რო დავიწყე სადაც 16 წლის ასაკში, არა, ცოტა უფრო 15-16 წლის ასაკში დავიწყე ფოკუსების სწავლა და მაშინ ჩემი ძმა იყო ხოლმე ჩემი პირველი ასე ვთქვათ, მსხვერპლი, ხო, მაყურებელი ექსპერიმენტი, რაც დავარქვათ და სულ იმასთან თუ გამომდიოდა, თან ყველაფერს ვაჩვენებდი, რა, თან მე უფრო რთული იყო მისი ასე ვთქვათ, გაოცებაც, მოტყუება ცუდი სიტყვა, გაოცება და თუ მასთან გამომდიოდა, ესე იგი მზად ვიყავი, რომ უკვე ფართო აუდიტორიაზე გამეტანა ხოლმე ეს ფოკუსები. ჩემს ძმაზე ტესტავდი ხოლმე. ეხლაც ძალიან უყვარს და თუ საშუალება მაქვს, ეხლა უბრალოდ ცალკე ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად, მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად. ეხლა უკვე მეუღლე აიღო ეგვალდებულება, რომ თუ რამეა მას ვანახებ ხოლმე პირველი. მასთან ხარ არის სცენა. კი, პირველის გამოცდა მასთან უნდა ჩავაბარო და მერე გამაქვს უკვე სხვასთან რა. სანამ ფოკუსებზე გადავალთ, სუშიზე როგორც ვილაპარაკეთ, სუშერიამ გამოგვიგზავნა სუში, თან მოვიდა უკვე როგორც ვიცი და გთხოვთ რომ შემოგვაწოდოთ. სხვათა შორის მადლობა. არ დამიტესტავს, არ გამისინჯავს სუშერიას სუში და მოდით ნახოთ, გავხსნათ და დავაგემოვნოთ. აბა ნახოთ. შენ უფრო საჭამ ხოლმე სუშის. თუ ესე გამორჩეული ადგილი არ გაქვს? დამეხმარე? არ მაქვს ესე რაღაცა გამორჩეული ადგილი, მოდი. ჭხირებით ჭამა შეგიძლია ჯოხებით? მე ვერა. სუშის ვერ ჭამ? ვერა. მე ატრიასაც აუცილებლად ჭხირებ, აუცილებლად. იმიტომ რომ სხვათა შორის ის არის რა, დაკვირვებული ვარ, რომ ჩანგლით რო ვჭამო, ცოტა სხვა გემო აქვს რა. მართლა? აუ, შემჩნევია. თითქოს გემოზეც ახდენს გავლენას. უფრო გემრიელია. მე ვერ ვჭამ, მოკლედ ვერანაირად ვერ მოვიხელთე და გადმოგცემ. დღესაც ეხა ვცდი, რომ სუში ამით ვჭამო. კი, რა პრობლემაა? ხო, ატრიასაც ჭამე ჭხირებით. არის, მაგრამ პირიქით. ხა ნუ მივეჩვი ახლა. სხვათა შორის ატრიასთან მაქვს ესეთი დამოკიდებულება რა. სულ თავიდან ეს საქართველოში რო შემოვიდა ეს ატრია რა, მაშინ ვიყავი სტუდენტი ვიყავი. და პირველად გამასინჯა ჩემმა ძმამ. დადიანზე გაიხსნა, არ ვიცი ხა, აღარ ვიტყვი, დაწესე რეკლამა რო არ გამომივიდეს რა, მაგრამ დადიანზე გაიხსნა თუ პირველი არ იყო, მე მანამდე არც ეგეც არ მქონდა. მაშინ ლაფშას ეძახდნენ რა. ლაფშაც არ მქონდა, საერთოდ გაგებული არც ატრია, არც ლაფშა და ერთ-ერთი პირველი მინიმუმი იქნებოდა რა, მაგრამ აი გაბაზრებული არ იყო მაგაზე თავს დავდებ რა და შეიძლება პირველიც იყო. გაიხსნა დადიანზე ჩემთან სახლთან ახლოს და ჩემმა ძმამ მახსოვს დამპატიჟა, მაშინ სტუდენტი ვიყავი და რო გავსინჯე, თან მე მაკარონი ძალიან მიყვარს, ხო თქვი? ხო და ძალიან მომეწონა რა, იმდენად გემრიელი იყო, თან მზარეული იყო ტაილანდელი. აუ, უფრო კაი. ძალიან მაგრა აკეთებდა. მე სამწუხაროდ ეგ ტაილანდელი შეცვალეს და მე გააფუჭეს, როგორც სამწუხაროდ ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. სუშერია მდებარეობს აქვე მინდა ვთქვა, რომ საბურთალოზე ადამ მიცკევიჩის 23-ში და ასევე ისანში ქეთევან დედოფლის 82 ნომერში. შეგიძლიათ მიბრძანდეთ და დააგემოვნოთ ეს სუში და მოდი ჩვენც დავაგემოვნოთ. ერთი არის გამომცხვარი, ლაშა, შენ როგორც თქვი, რომ მიყვარს და მომეწონაო. ბოლო პერიოდში ძალიან ისე ვარ რა, განწყობილი, რომ მომწონს ხოლმე. და ეს ფილადელფია. აბა ვნახოთ. აი, აგერ ერთი შენ, ერთი მე. ვიდეოში ნახე, რომ რაღაც ესე აკრავენ ხელსახოts და ესეც შეიძლებაო მარტივად ჭხირებით ჭამაო, მაგრამ ნუ მე ვერ ვაკეთებ. არ ვიცი, ხა მე ესე არ გამომივიდეს. არ ვიცი, გენაცვალე მე ესე პროფესიონალი ვარ, მაგრამ ვახერხებ ჭხირებით ჭამას, ამას. აბა მანახე ერთ წამს როგორ უნდა. ანუ ნახე, მე ესე მიჭირავს, ანუ შუა თითით და წერა თითით ერთი ჯოხი და მეორე ჯოხი არის, აი, საჩვენებელი თითი არის, რომელიც უნდა აიღო და პერფექტ. რა გიხსნა? და ჭამო. ხო, უნდა აიღო და ჭამო. მაგალითად, ვიღებთ? ჩავლე. ესე? ეს არ გადმოიღე.
მე გადმოვიღებ ჯერ. ხო, კაი. აუ შენ უფრო კომფორტულად ხარ, ხა მე მარჯვენა ხელით ცოტა გამიჭირდება, მაგრამ არა უშავს რამეს მოახერხებ. მოიცა, ვერ ვიღებ. ხელით მოვჭამო. ფაიმე, სირცხვილი. აი, ხელით ვჭამ რა. როგორც გაგიხარდება, არ არის პრობლემა. აი, ესე გემრიელად. მოდი აბა. აბა გავსინჯოთ. მინდი ლაშა შეჭამე. ლაშა, თან მაინტერესებს შენი ბავშვობის გემო რა იყო, ესეც რომ აქ ვითხრა. აი ბავშვობაში რა გიყვარდა ყველაზე მეტად, რა გახსენდება ამ გემოზე? ვა. ფილადელფია კარგია. ნამდვილად. ვადასტურებ. ამან წარმატებით გაიარა. ძალიან გემრიელია, ახლა მე თან ცოტა მშია. ხშია, ძალიან კაია, მე მიხარია რომ მშიერი სტუმრები მყავს ხო? თავს დავიზღობ და 8 ნახევარს დავუწერა. რო არ მშიოდეს, შეიძლება ცოტა მეტიც დამეწერა რა. ხო, ბავშვობის გემო, ახლა ბავშვობის გემო უნდა გავიხსენო რა. ვიცი, ბავშვობის გემო მაინც და მაინც საჭმელი უნდა იყოს. არა. მე მიყვარს ტკბილი, იცი? შენ მეტყობა რომ მიყვარს ტკბილი? მე მეტყობა. აი ძალიან მიყვარს და ლაკას מחარას ვეუბნებოდი რომ ნუტელა მიყვარს მეთი ძალიან თქო. ნუტელა და პურით ვიწყებ ყოველდღიურად თქო რა. ვა, ძალიან კაია. კაია ხო? ამას მე 900 დაუწერ, იმიტომ რომ მე ჭხირებით ვჭამ, ნახე. ხო, კაი, მაშინ მე 800, იმიტომ რომ უჭხირო ვჭამ რაღაცა ესე სახლურად, მაგრამ რა ვქნა. ეს ძალიან მომეწონა. გემრიელია. ის არ გამიშინავს ფილადელფია, მაგასაც დავაგემოვნებ. ხო და ტკბილი გიყვარს, აი როგორ დონეზე მაგალითად შეიძლება ღამეც ადგე და ჭამო, გაგახსენდეს რომ აი რაღაც წავიცმუცნები? კი, ძალიან დიდი სიამოვნებით. წავიცმუცნები. წმუცნაობ ხოლმე ღამით, მაგრამ მე ტკბილი მიყვარს იმ მაშინაც კი, როცა მშია. და უფრო მეტ მუღამს უჭერ ხო. მე უფრო არ გაშიებს. ახლა ძალიან შიმშილზე არ მაქვს, მაგრამ ცოტა შიმშილის გზნობა რო გაქვს და ტკბილს რო ჭამ, მე მაგრამ მისწორდება. მე ძალიან მიყვარს ნაყინი. მიყვარს? მე მაკდონალდის ნაყინი მიყვარს. ისი? მაკდონალდის. მაკდონალდის. ხო, მაკდონალდს გემრიელი ნაყინი. მე ზოგადად ნაყინი ძალიან მიყვარს. და ბავშვობაში მაცივარი რო გამოგეღო, სულ იყო ხოლმე ჩვენთან ნაყინი რა. მართლა ისე? კი, იმიტომ რომ სახში დედაჩემსაც ძალიან უყვარს. მეც, ჩემ ძმასაც, მამაჩემს უარს არ ამბობს, მაგრამ ისეთი ტკბილის მოყვარული თლადაგეთი არ არის, მაგრამ ზამთარში? ზამთარშიც ვჭამ. მართლა? მაგრამ ევასეო. ზამთარში გონია რომ აი ის გემო არა აქვს რა როგორც აი ზამთარში. ანუ ხაისი არ ვჭამ ზამთარში როგორც ზაფხულში ვჭამ, მაგრამ ანუ საშუალება რო იყოს უარს არ ვიტყვი რა, რომ აი ზამთარია ცივა და ეხა ნაყინს რა მაჭმევს, მსგავს დამოკიდებულება არ მაქვს რა. და ძალიან მიყვარს კიდე ცივიყავა ნაყინით. ნუ ეგ ხა თავისთავად ზამთარშიც და ზაფხულშიც ყოველთვის გემრიელია. უნივერსიტეტში ჩააბარე შენ? კი, მე ჩავაბარე და მე დავამთავრე თან გადაიღე. ეს გასინჯე? კი, ეს გავსინჯე ძალიან გემრიელი. ხო. მე დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, მაღლევი. მაღლევი. დიახ. ნუ მან ბიზნეს ადმინისტრირება. თელი ლეგენდები და ამბები დადის მაღლივზე და აი შენ რა ლეგენდა გაქვს? რო აი ზოგს მოწონს, ვაი მე რანაირია, ზოგი კმაყოფილია, მაგრამ თან მაინც ერთ-ერთი მოთხოვნადი უნივერსიტეტი მაინც არის დღესდღეობით. ჯავახიშვილი ახლა მაინც რა თქმა უნდა. 4 წელი იყო, ხო? 4 წელი დაამთავრე. და აპირებდი რომ აი ამ სფეროს ბიზნეს ადმინისტრირებას გაყოლოდი? ეხლა ვეგეტყვი. აბა მე ზოგადად მიყვარდა, ეხლაც მიყვარს მათემატიკა. რატომღაც მეგონა რომ აი რატომღაც არ ვიცი, მქონდა აზრი რომ გიყვარს მათემატიკა. ძალიან მიყვარს მათემატიკა, ბიზნესის სფერო ზოგადად მაინტერესებდა რა. და მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ არჩევანით, რაც გავაკეთე, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაში მადგება. მათემატიკიდან გამომდინარე ჩავაბარე პირველ რიგში ბიზნეს ადმინისტრირებაზე. იქ მე მარკეტინგის განხრა ავირჩიე და მე ჩემი სპეციალობით დავიწყე მუშაობა. მარკეტოლოგი ვიყავი, ანუ 5 წელი ვიმუშავე საბოლოო ჯამში მაგ ჩემი პროფესიით და დღესაც კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან მადგება ჩემ საქმეში რა. ისე ილუზიასთან კავშირში არის მათემატიკა? კი, ცალსახად.
არაერთ ფოკუსში გამოიყენება მათემატიკური პრინციპები და მეთოდები. რაზეც დამყარებულია მე მთლიანად ეს ფოკუსები რა. ყველაზე არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრგან არის. მე მსგავსი ფოკუსები რა ვიცი, გამიკეთებია და საკმაოდ ეფექტური არის. მათემატიკა ზოგადად და ისეაც ნახე, მათემატიკაში მთელი მუღამი რა არის, რომ რაღაც უნდა ამოხსნა, ხო? ფოკუსიც თითქოს გავს, რომ შენ ფოკუს ხო მაყურებელი სულცდილობს ამის ამოხსნას რა. ისევე როგორც მე, თუნდაც შემსრულებელი რა, ეს ძალიან ასე ვთქვათ უცხო ხილია. არა მარტო საქართველოში, იქ საზღვარგარეთ გაცილებით უფრო განვითარებული და ხელოვნების დონეზე დგას, მაგრამ ეს საქართველოში მაგალითად ძალიან უცხო ხილია. და თუნდაც არა მაყურებელს, არამედ მე როგორც შემსრულებელს რაღაც ახალი ფოკუსი რომ ვნახო, შეიძლება მომიწიოს იმის ჩემით ამოხსნა, რომ მე თვითონ შევასრულო. აი მაგაზე დაასრულე და გეტყვი. ხო, არა, მე გუნა მეთქვა რა რეალურად, რომ რაღაცის ამოხსნა, ამ შემთხვევაში ფოკუსის ამოხსნაც მე მიწევს. რიგ შემთხვევაში, ოღონდ იქ თუ მაგალითად მათემატიკაში შენ იცი რაღაცა ფორმულები, რის მიხედვით შენ ხო ამოცანას ხსნი. აქ შენ იცი რაღაცა მეთოდები, რაღაცა პრინციპები, რასაც მე ერთმანეთთან აკავშირებ, უყურებ სრულიად ახალ ფოკუსს და ცდილობ მე ამოხსნა და მიხვდე აი შენ როგორ გააკეთე, ან როგორ კეთდება, შენ როგორ გააკეთებდი რა. იცი მე გამახსენდა ახლა შენ გქონია რამდენიმე ვიდეო YouTube-ზე დადებული რომ ამბობ რომ აი რამდენ რაფასიანია ესა თუ ის ფოკუსი ხო და მე მაინტერესებს აი მაგას შენ აი ზოგიერთი ფოკუსი ანუ შეიძლება რომ რაღაც აი იყიდო ამ თემაში გულისხმობ აი ფას რომ აი შენ რო ისწავლე ფოკუსი და ზოგადად ბაზარზე არის ეს ფასი რომ მოგინდეს ამის სწავლა ეგ არის თუ ცოტა შორს ვარ არა შორს არ ხარ ჩვეულებრივ როგორც შეიძლება არ ვიცი მაგათ ადგე და იყიდო ტანსაცმელი ან იყიდო რაღაც ტელეფონი ეს შეიძლება ადგე და იყიდო ფოკუსი რა მაგრამ ხა ტანსაცმელი არის რაღაც მოგეწონება იყიდი ჩაიცმეო ტელეფონი ადგები მოგეწონება იყიდი გამოიყენე ფოკუსი ასე არ არის რა შენ შეიძლება გადაიხადო არ ვიცი რაღაც $2000 ფოკუსი ჩამოვიდეს და საერთოდ ვერ გააკეთო იმიტომ რომ შენ არ გქონდეს იმის ცოდნა თუ როგორ უნდა გამოიყენო ეს რეკვიზიტი რა. ბოდიში აქ ჩაგეკითხები, ანუ ჩამოვიდეს, ან რაღაც პლატფორმაზე ყიდულობ, რომ სად ყიდულობ ზოგადად, აი ჩამოდის ცოტა უცნაური ტერმინი. მეტად კონფიდენციალური ინფორმაციას მეკითხა. ხო. არა, ხუმრობ. ნახე, ასევე საილუზიო საიტები. ხო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რა, ესეც არ არის საჯარო და ყველასთვის მისაწვდომი. თუმცა მე რომელიც საქართველოში ისევე ნულიდან დავიწყე და საერთოდ არანაირი ცოდნა არ მქონდა. როგორც მაგალითად შეიძლება შენ ხარ, შეიძლება უფრო მეტიც იცი. მე თუ ავდექი და ვნახე და მოვიძიე ეს საიტები, ესე იგი შენ შეგიძლია ნებისმიერ შეუძლია. თავარი არის აი როგორ ინტერესი გაქვს რა. ხო, როგორ მოიძიებ? თან ახლა დღეს რა ვიცი, ყველაფერს მოძებნა შესაძლებელი. YouTube-ის სამყარო რაც გიან ჩაწერე, ყველაფერს ნახავ აბსოლუტურად. თან თავარი არის. ხო, იგივე ფოკუსების ახსნებიც რამდენია. მაგრამ YouTube-ზე ყველა ფოკუსის ახსნას ვერ ნახავ. ამიტომ არის რაღაცა ბაზა YouTube-ზეც თუნდაც სადაც შენ შედიხარ ვიდეოები არის ახსნილი გასწავლის და ასე შემდეგ, მაგრამ არის აი ამ ბაზას რაც ცდება უკვე ისეთი ნომრები, რომლის ახსნაც არ არის და ასევე რომც იყოს ახსნა სჭირდება რეკვიზიტი, ანუ რაღაც სპეციალური ნივთი, რომელიც შენ დაგეხმარება, აი პირობითად მარტივად, აი ხო არსებობს კარტი და კარტის ფოკუსი. კარტი რო არ ქონდეს შენ ფოკუსს ვერ გააკეთე. ხო ზოგს ხა რეკვიზიტი რა გონია, რაღაცა ისეთი მოდის, რომელიც თავისით ხრება და ჭდება. არა, ესე არა, მაგრამ არსებობს რაღაც რეკვიზიტები, როგორც მაგალითად კარტი არ გაქვს და შენ კარტის ფოკუსს ვერ გააკეთებ, შეიძლება რაღაც რეკვიზიტი არსებობს და იმ რეკვიზიტის გარეშე იმ ფოკუსს ვერ გააკეთებ რა. კარტი საქართველოში კი ხელმისაწვდომია და შეიძლება რომ შეიძინო. მეც მაქვს აი ბიზნესი ადმინისტრება, ჩემი ბიზნესი დავიწყე ქართშოპ ჯი არის ჩემი საიტი. სადაც მე ვყიდი ამერიკულ დასტებს. მე ვარ არაერთი საილუზიო კომპანიის და საიტის მაღაზიის მომწოდება. ისინი არის მომწოდებლები. მე მათი წარმომადგენელი ასე ვთქვათ რა. და ვყიდი პროდუქციას რა. კარტი არის ხელმისაწვდომი. ასევე მაქვს ფოკუსების დამატებული, რომელიც შეიძლება შეიძინო რა, მაგრამ ყველაფერი ახლა აქ მე ვერ ჩამომაგ. ხეზე ასლასაც ვერ გასწავლ. ხო, არა, შეიძლება, რომ მქონდეს საშუალება მაგის ინვესტიცია რო ჩავდო, უფრო ფართო მასშტაბის ონლაინიდან თუ და ფიზიკური მაღაზია გავხსნას, სიამოვნებით გავხსნი. მაგრამ ინტერესი არ არის უბრალოდ მაგხელა საქართველოში რა. მაგრამ შენც ახლა მაგალითად ხო არსებობს მოგეთ ეს ფოკუსები, სადაც შენ ყიდულობ რაღაცას, ჩამოგდის ეს ნივთი თუ საჭიროებს, შეიძლება არ საჭიროებს. ასევე ჩამოდის ვიდეო ინსტრუქცია რა, დეტალურად გიხსნის რომელიღაც ილუზიონისტი, ვინც ან რაღაც საილუზიო სფეროს წარმომადგენელი, ვინც ყიდის ამ პროდუქტს, როგორ უნდა გააკეთო ეს ფოკუსი და თუ
რეკვიზიტი მოყვება, მაშინ როგორ უნდა გამოიყენო ეს რეკვიზიტი. ამას შენ ფულს იხდი. მაგრამ სანამ შენ გადახვალ ამ ეტაპზე, რომ ფოკუსი იყიდო და გააკეთო, აუცილებელია გჭირდეს, გქონდეს საბაზისო ცოდნა რა. ხო, ეგ იგივეა, არ ვიცი, მე მაგალითად ასოები არ ვიცოდე საერთოდ და პირდაპირ წერა დავიწყო. ხო, ვერ დავიწყებ წერას, ჯერ თუ არ ვისწავლე ასოებს. ეგეთი ამბავია რა. შეიძლება შენ იყიდო 200 და $1000 კი შეიძლება $5 ფოკუსი იყიდო, ვერ გააკეთო რა. ანუ აქაც არის რაღაც სირთულეები, რადგან იაფიღირს მარტივი ასე არ არის. არც ასევე არ არის, რადგან ძვირია, რთულია. მაგრამ ხო, რაღაც ბალანსი არსებობს. შენ იცნობ სხვა ილუზიონისტებსაც საქართველოში, ესე მრავლად არ არიან დიდად, მე მგონი, ხო? ხო, არ არიან, მაგრამ არიან. არ და ძალიან საინტერესო სფერო არის და ამდენად რთულია ნეტა ამის და ამაზე მუშაობა და დაუფლება და ამიტომ შეიძლება დრო არ აქვს თან ინტერესი თუ უბრალოდ ამდენი არ არის და მაგალითად აი ამ შემთხვევაში შენ ჩანხარ უფრო თან YouTube-ის გამო. ან მაგალითად რატომ არ ჩანან თუ მაგალითად შეუძლიათ რომ YouTube-ზე გამოჩნდე და ისინიც გავიცნოთ. არა, როგორ არ ჩანან, ნახე ჩამოვთვლი რა, ეხლა პირობითად არსებობს ჩვენ ცოტანი ვართ, მართლაც ისე ჩამოსათვლელები ვართ, მაგრამ ჩემი მეგობარი და კოლეგა გიორგი ჩიქობავა პირობითად, რომელიც ასევე წარმატებული ილუზიონისტია და მისი პროფესია, ანუ ბევრი აკეთებს ფოკუსს, მაგრამ ის ვისი პროფესიაც იყოს, აი, ვისაც შემოსავლის წყარო დაქვს, თავარი საქმეა მისთვის და ასე შემდგომ და არა უბრალოდ ჰობის ამბავში. მაგ შემთხვევაში შემიძლია თქვა მაგალითად გიორგი ჩიქობავა. რომელიც არის ფსიქოილუზიის წარმომადგენელი. არის მაგალითად კიდევ სერგი დოლიძე, რომელიც არ ჩანს ახლა ბოლო პერიოდია, მაგრამ არის ერთადერთი ქართველი ილუზიონისტი, ვინც საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იყო მოწვეული აგრეთვე ილუზიონისტი, ყველაზე ორიგინალური აქტის მფლობელი გახდა და არაერთხელ მიიღო საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა. ჩემთან ერთად გამოვიდა პირველად ნიჭიერში. სერგი დოლიძე ნიჭიერი 2016 წელს. არსებობს მაგალითად კიდევ ერთი ძალიან კარგი ილუზიონისტი ყავს ავთო გოგეშვილი, რომელიც დიდი ხანია ფოკუსებს აკეთებს და სხვათა შორის თუ სწორად მახსოვს პირველი ილუზიონისტი იყო, ვინც YouTube-ზე დაიწყო ვიდეოების დადება, რაღაცების გაკეთება, უბრალოდ ეხლა სამწუხაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ აძლევს საშუალებას, რომ ესე აქტიურად იყოს. ავთო ციცქიშვილი ასევე და არიან რამდენიმე არიან, მაგრამ აი ხა საქმე ის არის, რომ მე მაგალითად გიორგი ჩიქობაოსთან, სერგი დოლიძესთან ერთად საქართველოში ვაკეთებდი პირველ საილუზიო შოუს საქართველოში ილუზიის სამკუთხედი ერქვა. სადაც ვიყავით ეს სამი ილუზიონისტი, სამივე ილუზიონისტი ვართ განსხვავებული ჟანრის წარმომადგენელი. მე მენტალიზმის, გიორგი ფსიქოილუზია, სერგი манипуляცია. და საქართველოში პირველად მოხდა ესეთ რაღაც, არ ყოფილა. აქ მე არ გულისხმობ რაღაც ღონისძიებას ან ივენტს, სადაც ადამიანი სხვადასხვა აქტივობებთან ერთად ილუზიონისტიც გამოვიდა. მე გულისხმობ საილუზიო შოუს, სადაც საქართველოში ქართულ შოუს გულისხმობ, მაყურებელს აქვს საშუალება, რომ მივიდეს და დაესწროს საათნახევრიან საილუზიო შოუს. ეს მოხდა პირველად ჩვენი ორგანიზებით. მე რო ეს შოუ გავაკეთო, მაშინ YouTube-ზე უარი უნდა ვთქვა. და ამიტომ ჯერჯერობით ამას არც ვაკეთებ, ვერც ვაკეთებ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე ისევ დავაბრუნო ეს შოუ, იმდენად ინტენსივობით შეიძლება არ ჩატარდეს როგორი ინტენსივობით თავიდან სტარტი გქონდა, დაგეგმილი გქონდა, მაგრამ მინდა რომ პერიოდულად გავაკეთო ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოხმაურება და ძალიან კარგი გამოხმაურება გამოიწვია. და მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანის დაესწრება. კი, რავი, საკმაოდ კიდევ ერთხელ ანუ რაც ჩავატარეთ, ყველა შევსებული ქონდა მაგ დროს რა და ძალიან კარგი იყო. ძალიან მოეწონა ასევე თავად მაყურებელსაც და კარგი გამოხმაურება ქონდა ამ ყველაფერს. ყველაზე საინტერესო და ისეთი ფოკუსი ყოველთვის არის ხოლმე, არ ვიცი, ჩემთვის ესეა რა, აი ადამიანს რო ვითომ ხერხავენ და რო ჩაჯდება და მე უცებ რომ ამოდის. ეგ არის ყველაზე საინტერესო. და ეგ ყველაზე არ ვიცი, მე ყოველთვის ეგ მაინტერესებს ხოლმე, ანუ ბავშვობაში რომ მინახავს და აი ფოკუსთან ასოცირებულ თემებზე რომ მისაუბრია ხოლმე, სულ ეგ მახსენდება, რომ აი ეგ როგორ ხერხავენ, აი ბავშვობისგან ამოსული აზრებით რა და ეგ რამდენად იდეაში რთული ან მარტივი შესაძლებელია. არა, არ თქვა. მარტივი თუ რთულია? ნახე დღევანდელი გამოსახედიდან ნახე მარტივი არაფერი არ არის რა. მე რაღაცაში მე რო ეხლა ავხსნა ეს ფოკუსი რომც ავხსნა რა ვიღაცა იტყვის აუ თურმე რა მარტივია რა მაგრამ მე შემიძლია
და არაერთხელ მქონია მაგის გამოცდილება, უმარტივესი ფოკუსი განახო. ვიღაცა ადამიანის შუაზე გავხერხოთ კი, აი უმარტივესი ფოკუსი განახო, გასწავლო. და შენ რო შეიძლება მიხვიდე სხვა ადამიანთან შესასრულებლად, პირველი ერთი სიტყვაც ვერ თქვა. ან პირდაპირ ეგრევე ადგე და დაიბნე. მე მქონდა თავიდან ფოკუსებს რო ვიწყებდი, უცხო ადამიანთან რო ვაკეთებდი, ხელები მიკანკალებდა. ანუ კარც ხელში ვერ ვიჭერდი რა. და უცხო ადამიანი რომ მოდიოდა, თან ეს ყველაფერი ანუ გააზრებულად კი არ მოდიოდა, კი არ ნერვიულობ, აი შეიძლება რომ რაღაცაზე ნერვიულობ და წინასწარ მაგის მოლოდინი გაქვს და გინდა არ გინდა მე გეტყობა. ხო, რა გეტყობა. ანუ იმედენად გაუაზრებლად ხდებოდა ჩემ შემთხვევაში, ვერც უხსნიდი ამ პროცესს, რომ აი ადამიანი უცხო ადამიანი რომ მოდიოდა, პირველად მახსოვს ჩემი ძმაკაცის სახლში ვიყავი და ძმაკაცებთან ეხა პრობლემა არ მაქვს რა, ეს რაღაც ფოკუსი ვაკეთე და უცბად მამამისი მოვიდა და აუ ეხა ნახეო რა მაგარი ფოკუსი უნდა განახოსო და აი ეს მოულოდნელად მოხდა რა, მაგრამ მე კი არ დამიწყე, აუ ეხა ამასთან არა პრობლემა არ მქონია, მოდი რავი გავაკეთოთ. მაგრამ აი ესე რაღაცნაირად ავტომატურად კარტს ხელში ვერც ვიჭერ, ფოკუსი ვერ გავაკეთე რა, ანუ აი რაღაცა აჩხა-ბაჩხა ბოლოში გავიყვანე, მაგრამ საერთოდ არ იყო ეხა ის კარგად გაკეთებული რა და ამ მე მივხვდი რომ ავტომატურად ხდება ეს ყველაფერი და საკუთარ თავთან გიწევს მუშაობა. მე გადავლახე ეს მომენტი რა, დიდი დრო არ დამჭირვებია, მაგრამ აი უმარტივეს ფოკუსაც კი იმდენად ბევრი ვარჯიში სჭირდება რომ მე შენ აუდიტორიას სწორად გაიტანო რომ აი ხა ის ფოკუსი რაც მე შენ უნდა აგიხსნა ხა მარტივია თუ არ არის არ არის არც ერთი ფოკუსი არ არის მარტივი რა როცა შენ ისეთი რაღაც უნდა ანახო რომ ადამიანი გააოცო სრულიად განსხვავებული ემოცია უნდა მიანიჭო და რაღაც არარეალური დააჯერო რა იმ კონკრეტულ მომენტში თორე ხა მე სულ მაგას ვამბობ რა მე არ ვარ ჯადოქარი და ვიღაცა რომ მეუნება აუ შენ აზრებს კითხულობ და მომავლის განსაზღვრა შეგიძლია არ შემიძლია რა მაგრამ იმიტომ რომ თვითონ სფერო გეუბნება საილუზიო ხელოვნება საილუზიო ხელოვნება ეს არის ხელოვნების დარგი მაგრამ მე იმ კონკრეტულ მომენტში მე იმ კონკრეტულ მომენტში უნდა მჯეროდეს მე თვითონაც უნდა მჯეროდეს რომ მე სასწავლის გაკეთება შემიძლია როცა მე ვარ ასე ვთქვათ როლში ანუ პერფორმანს როცა ვაკეთებ იმიტომ რომ მე თუ ამის არ მჯერა მე შენ ემოციას ვერ მოგანიჭებ რა თან მნიშვნელოვანი არის გარდა იმისა რომ ივარჯიშო აი მაგალითად კარტთან დაკავშირებით აი ხელის ისწრაფეც ხო მნიშვნელოვანია რომ ისე ავარჯიშო რომ მე ვერ შევამჩნიო ან ჩემი ყურადღება გადაიტანო ამასაც რამ ხელოვარჯიში ჭირდება და თან აი მარტო მოძრაობას არა შენს მეტყველებას და რას მეუბნები იმასაც აქვს მნიშვნელობა რომ ძალიან ბუნებრივად ჩაჯდეს ეს ყველაფერი ერთმანეთში. კი, ეგ კომპლექსური ის არის რა, ანუ არ არის ერთი კონკრეტულად, რა ხელის ისწრაფე მაქვს და მარტო ბევრს გონია რომ ხელის ისწრაფე უნდა გქონდეს, კარგი, შეიძლება ისეთი ნომერი გააკეთო, სადაც საერთოდ მე დასტას ხელს არ მოვკიდებ. ანუ არაფერი შუაში არ არის. ხელის ისწრაფე, მაგრამ კიდე უფრო რთული შესაძლებელი იყოს, ვიდრე ის, რომელსაც 700 ხელის ტექნიკა და მეთოდი სჭირდებოდეს. ამიტომ ეგეც შედარებითია. ბევრი რაღაცა გჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გახდე სრულყოფილი, ამ შემთხვევაში ილუზიონისტი და ყველა სფერო შეგრია რა. ანუ რაღაცა აქ რომ ხელის ტექნიკა უნდა გჭირდებოდეს, უნდა გჭირდება ორატორიც უნდა იყო. გააჩნია შენ ჟანრი. აი სერგიზე რო ვლაპარაკობდით. სერგი საერთოდ არ ხმას არ იღებს. მუსიკის ფონზე აკეთებს ნომერს. ერთ სიტყვასაც არ ამბობს რა. მე პირიქით ვარ რა. ჩემ შემთხვევაში მუსიკა იწევს უკანა პლანზე, ბექში არის გასული და პირიქით მე ვლაპარაკობ. მე როდესაც გამოვდივარ, ტექსტს ვფიქრობ, რა უნდა ვილაპარაკო, ნომერს შინაარს ვფიქრობ, შინაარს ვაძლევ და ჩემ შემთხვევაში თითოეულ სიტყვას მნიშვნელოვანი აქვს, რომ მე იმ ნომერს საინტერესო უნდა გავხადო რა. შენ რაღაცა ამბავი უნდა მოგიყვე და ამ ამბავის პროცესში შენ ფოკუსი უნდა განახო რა. ხო, აი დასაწყისი, განვითარება, დასასრული. უნდა იყოს, დასაწყისი უნდა იყოს, განვითარება, კვანძის გახსნა, კულმინაცია, დასასრული და აი ყველაფერს თუ ითვალისწინებ, პლუს ამას ის ხელის ტექნიკაც ხელს გიწყობს, პლუს ამას თუ ცოტა ორატორი ხარ და კარგად საუბრობ, შეგიძლია მაყურებლის კონტროლი და ასე შემდგომ, მე უკვე სამსახიობო ნიჭიც აი აქ უკვე საჭირო არის რომ გეხმარება რომ მაქსიმალურად კარგად და ბუნებრივად შეასრულო, მე კარგი ნომერი გამოდის რა. ამიტომ მე მიმაჩნია რომ აი არც ერთი ფოკუსი არ არის, უი ეს რა უნდა მარტივი. ანუ იმ ფოკუსებში თუ ფოკუსებს დავახარისხებთ, კი გეტყვი რომ არის რაღაც მარტივი ფოკუსები, არის რაღაც რთული ფოკუსები, მაგრამ იმ მარტივი ფოკუსის შესრულება მარტივი არ არის. და სხვების ფოკუსებს რო უყურებ ხოლმე ხვდები რა ტექნიკა შეიძლება გამოიყენოს და უკვე სხვა თვალით უყურებ? ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რავი ახლა რამდენი წელია, 15 წელია მე უკვე
ამ სფეროში ვარ და 15 წელია ფოკუსებთან შეხება მაქვს, ვსწავლობ, ვაკეთებ და ასე შემდეგ. ამიტომ მე რო ეხა ვიღაცის ფოკუსი მივხვდე, ეს გასაკვირი საერთოდ არ არის რა. ისევე როგორც შეიძლება სხვა ილუზიონისტმა ჩემ ნომერს მივხვდეს, არანაირი პრობლემა არ. ჩვენ ზოგადად განსაკუთრებით ეხა აქ ვინც ვართ ისე ჩამოსაცვლება, ძალიან კოლეგიალურები ვართ ერთმანეთის მიმართ და პირიქით რა, უზიარებს სულ ერთმანეთს ინფორმაციებს და ჩვენი რაღაც მუღამია ხოლმე რომ ერთმანეთს ისეთი რაღაცა ვაჩვენოთ რომ ის ვერ მიხვდეს რა. რომ რაღაცა მუღამი გვაქვს ხოლმე, მაგრამ მე მაინც ვაზიარებთ რა, ასე ვთქვათ. მეც ახლა რაღაცას რო უყურებ, ძირითადად შემთხვევაში რა თქმა უნდა, ჩემს მიერ დაგროვებული ცოდნა მაძლევს უბრალოდ საშუალებას რომ მივხვდეს ფოკუსი როგორ კეთდება. შეიძლება ვერ მივხვდე, მაგრამ თუ ვერ მივხვდები, მინიმუმ იმაზე მაინც დავიწყებ ფიქს, რომ როგორ უნდა გავაკეთო ეს ფოკუსი ჩემი მეთოდებით. ანუ შენ შეიძლება მაყურებელმა შეხედო ზუსტად იგივე ფოკუსი იყოს, სხვაობა ვერ ნახო, მაგრამ მე რეალურად სხვა ტექნიკა გამოვიყენო, მაგრამ იგივე ფოკუსი გავაკეთო რა. ხო და ჩვენ თუ გავუკეთებ ახლა ფოკუსს? კი, ერთი ფოკუსი მაქვს მომზადებული რაღაცა შენთვის. კარტით? მაგრამ მე ვიცი რომ შენს გაქვს მომზადებული. კი. მოდი, გააკეთებ ახლა. კი, ჯერ შენ მაჩვენ, მე გაჩვენებ. კაი, მოდი დავიწყოთ ეს გადავწიოთ. იმედია გამომივა. არა, დღეს რამდენჯერმე დავტესტე კიდევ და წესით გამომივა. კარ ესე იგი ვარჯიშია. კი, ვივარჯიში, აბა რა, რომ მეთქი მაინც არ შევრცხვე. აი ესეთი კარტი მაქვს ჩვეულებრივი. აი ძალიან მარტივი ფოკუსია. მე მგონი ისედაც ან იცი, ან მიხვდები ისედაც. მოკლედ, საბოლოო ჯამში ფოკუსის არის ის არის, რომ ბოლოს 4-ვე ტუზი ამოვა ცოტა უცნაურად ერთად გაიჩითება, მოკლედ. ერთი წამი აქ ამოვიღე ეს 2 ტუზი, წითელი. მოდი, მე დავიწყებ ჩამოსვლას და შენ როცა მოგესურვება, გამაჩერე. აბა. კაი. ლაშამ უკვე ალბათ იცის რა ხდება, კიდე გამაჩერე. მე ძალიან ფოკუსებს აკეთებენ ხოლმე. კიდე გამაჩერე. აი აქ იყოს. და უკვე მთავრდება ჩემი ფოკუსი, მალე, აი ხო გადავშლით კარტს. რა არის შენი ტუზები ხედავ? კი. წითლები. მაგერ არის მეორე ტუზი შავები. ძალიან კარგია. მე მგონი გამოვიდა ხო კარგად? კი, ძალიან კარგია. ამას თუ 1-2 სიტყვას დაამატებ, მაგალითად დაამატებდი იმას, რომ სანამ გადაშლიდი ამ დასტას, გეთქვა, რომ ლაშა შენ შეგეძლო ნებისმიერ ადგილას გაგეჩერებინე და სადაც გამაჩერე, ზუსტად იქ მოვათავსეთ წითელი ტუზები. მერე გადაგეშალა და გეთქვა, რომ მოდი ვნახოთ ახლა შენი მოთავსებული წითელი ტუზები, რომელი კარტის გვერდით აღმოჩნდა. და მერე ამ კარტებს რო გადმოატრიალებ და იყოს შავი ტუზები, შენ მე დამრჩებოდა ისეთი. აი, ეხაც ეგ განსამაგ. მაგრამ ნუ უფრო შინასობრად შეავსებს. ხაზ გაუსვამ, რომ სწორედ ჩემს მიერ დადებულმა ტუზებმა იპოვნა ეს შავი ტუზები, რაც მართლა ასე მოხდა და ძალიან მაგარი ფოკუსი იყო ნამდვილად. დიდი მადლობა, თუ იცოდი ეს ფოკუსი. ეს ფოკუსი არ მოგატყუო? არა. კი, ვიცოდი. მაგრამ მაინც ხო ნამდვილად ძალიან კარგი იყო. ეს დღეს ვისწავლე. მართლა? კი. უნდა შვენივრად გამოგივიდა. არა, მარტივია ხო, მაინც. კაი, მოკლედ ეხა დროა რომ პროფესიონალ ფოკუსს დავუბრუნდეთ, ასე ვთქვათ. მე გავაკეთე ჩემი ფოკუსი. აბა ეხა შენსაც დაველოდოთ და ნახოთ. მე რაღაცა ერთ ისეთ ფოკუსს განა. აბა შემომთავაზე. მე კი ავჩეხავ, დასტას მოვჭრი. მაინც რა ვიცი, შენც დაადასტურე, რომ არ ვიცი თუ კამერაც ხედავს, რომ ყველა კარტი სხვადასხვა არის. აქ ორიანებით, სამიანებით ყველა ჩვეულებრივი კარტი არაფერი განსაკუთრებული არის, ყველა განსხვავებულია და ასე შემდეგ. კი ბატონო. კარგი, ნახე, ხატი უნდა გააკეთო ესეთი რაღაც. მოდი გამომართვი დასტა. მინდა რომ შემომხედო. დაიწყო ჯერ აგიხსნი და მერე გააკეთო. დაიწყო ნელა გადათვლა, მათხოვე. ნახე ეს თავს უნდა გააკეთო რა. უნდა შემომხედო, ეს თვალებს უნდა შემოხედო. ხა იწყო ნელა გადათვლა. ხო. ესე. და სადმე უნდა გაჩერდე. სადაც შენ გაგიხარდება, კარგი? დაიწყე. და როცა გინდა გაჩერდე. გავჩერდი. თუ გინდა გააგრძელე, თუ გინდა გაჩერდე. კარგი. დადიაკ დასტა. მინდა რომ ნახო რომელ კარზე გაჩერდი, ამ მოატრიალე და პირდაპირ კამერას მინდა რომ ანახო ეგრე. შენ არ გაჩვენო. არა, ნახო მეც ეგრე არაფერს არ წყვეთს. შეგიძლია, ან და მე ჯერ არ ვნახავ, უბრალოდ ანახე მაყურებელს. ხო? კაი, ნუ არა, კარდის გამოსობაზე არ არის, კაი, ოკეი. მეც ნახავ. არ ვნახავ. ეს არის დამაჯვარი. დამაჯვარი. მაგრამ, აი, რო გაგეგრძელებინა, მაგალითად რა.
შენ ამოგივდა და რუიანი გული. ან არ ვიცი, ცოტა ადრე იქნებოდა სამია ყვავი. ან შეიძლება იმდენად შორს წასულიყავი, რომ აქ აბსოლუტურად ყველა სხვა ნებისმიერი, არ ვიცი, ნებისმიერი კარტი ამოხსლოდა. ხო. მაგრამ შენ რატომღაც მას გამოგართმევ ამებს, ეს დამაჯვარი მინდა წაიღო. რატომღაც დამაჯვარზე გაჩერდი და არა სხვა ნებისმიერ კარტზე რა. ხატია, მე იცი რომ ჩემს ჯიბეში ჩემს პერენგის ჯიბეში მაქვს კარტი წამოღებული. 52 კარტიდან რაღაც კარტი მაქვს წამოღებული. ხო შეგიძლია ნებისმიერ კარტზე შეგეძლო რომ გაჩერებულიყო. და ხო გითხარი შეგიძლია გააგრძელო მეთქი. მაგრამ არ გააგრძელე. ეხლა არ თქო რომ დამაჯვარია. წამით. და ეს ერთი კარტი არის დამაჯვარი. აი, ამდენად მაგარი. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ მთელი დასტა აქვსო რა. და მართალია, მთელი დასტა მაქვს, მაგრამ ამ მთელ დასტაში მაქვს მეორე დამაჯვარი, მესამე დამაჯვარი, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. სიმართლე გითხრა, ეს მთლიანი დასტა არის აბსოლუტურად დამაჯვარი. ყველა იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ დამაჯვარზე გაჩერდება. ბრავო, მართლა. ხო რა გიხსნიდი? იცი რა მითხარი? ეს ხა ანუ ესეთი კარტი იყიდება ყველგან ერთნაირი რო? სხვათა შორის 52 კარტი გამოვწერე და ყველგან თითო დამაჯვარი ამოვიღე რომ შენთვის ეს ფოკუსი გამეკეთებინა. ანუ მართლა არ ვიცი, გაოცებული ვარ ძალიან და ძალიან მინდა რომ ვიცოდე. აუ სხვათა შორის პირდაპირ იყიდება დასტა სადაც სულ დამაჯვარებია, კაი მეცოდინება და ასე გავაკეთე. რანაირად გაკეთებ რა იცი ხა იმან რა სამოიღებს. ანუ მოხიბლული ვარ. მადლობა რომ მოგეწონა. ძალიან დიდი მადლობა შენ. ყველაზე დიდი კითხვა რაც გაჩნდა. ხო. ანუ მართლა შეესწრო სხვა. ხო შენ თავი და ხო ლაშა თავი და ხო? ფოკუსი მხოლოდ ერთხელ. ვიცი. მხოლოდ ერთხელ. ანუ აუ ის დამაჯვარი რომელი ყوار გახსოვს შენ რომელიც ამოიღე? ეს. ნამდვილად? კი. არა ხუმრობ რა. დადებული მქონდა მეთქი ხა რაღაცას აფინოს კიდე. რა მნიშვნელობა? კაი, ანუ მართლა ძალიან მიყვარს ფოკუსები. კიდევ ერთხელ დავერწმუნდი და ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის და ბოლოსკენ რო წავიდეთ, ესეთი პატარა ბლიც კითხვები მაქვს ხოლმე და შენი აზრიც მაინტერესებს. მოდი დავიწყოთ. ყავა თუ ჩაი? ბოლო პერიოდში ანახე თუ რძიანია ყავა. რძიანი ყავა გიყვარს? თუ რძეო არა? მაშინ არა ხო, მაშინ ჩაი. ორივე მიყვარს ისე. ხო. ცხელი საჭმელები თუ ცივი კერძები უფრო? ცხელი საჭმელები. ზაფხულშიც? მაინც ხო. ქართული თუ ევროპული? ქართული. სახლში ჭამა თუ გარეთ? სახლში ჭამა. და ტკბილი თუ ცხარე? ორივე ძალიან მიყვარს. უფრო? უფრო ტკბილი ალბათ. ჩვენი სუში როგორ მოგეწონა ესე იგი? ძალიან გემრიელი იყო, მართლა უწრფელად ვამბობ. საბოლოო ჯამში იმას ხო 8:30 დაუწერდი, ხო 9 დაუწერე, ხო და 9-ს დაუწერდი საბოლოო ჯამში. საშუალო გამოდის 9, 9-ს დაუწერდი. ძალიან მე ერთიან ქულას აუცილებლად 9-ს დაუწერე. რეკომენდაციას გაუწევ ნამდვილად რა. ამიერიდან გეცოდინება რომ სუში როცა მოგინდება სუშერიაში შეგიძლია შეიძინო და დააგემოვნო. სიამოვნებით. კარგი ლაშა, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ჩემი ერთ-ერთი, უბრალოდ მეორე ეპიზოდის სტუმარი. ძალიან ვისიამოვნე მართლა, იმედია შენც მოგეწონა. კი, ძალიან. მე ძალიან მიხარია ხოლმე პოდკასტები ზოგადად ჩემთვისაც საინტერესოა. მით უმეტეს იმ თემაზე ვსაუბრობ, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ეს არის საილუზიო სფერო და პირიქით მადლობა მოწვევისთვის. მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ვხედავ ხოლმე რა, უფრო ახალ არხებს და ასე შემდგომ და ძალიან კარგი არის YouTube-ის განვითარებისთვის არის ძალიან კარგი. ყოველი ახალი YouTuber-ი და ყოველი ახალი კრეატორი YouTube არხზე ეს არის საერთო წარმატება. არავის არ ეგონოს, რომ აი ვიღაც ახალი YouTuber-ი რომ მოვა, სულ რო გაფრინდეს და ძალიან მაგარი შედეგები რო დადოს, რაც შეიძლება სწრაფად და ვიღაცამ რომ მეც რომ გადამისვას.
ეგ საბოლოო ჯამში ჩემზე კარგი არის. ეგეთი ადამიანი თუ შემოვა არხზე, ის ახალ მაყურებელს შემოიყვანს, რომელიც მერე აუცილებლად დარჩება YouTube-ზე, ნახავს უიმე თურმე რამდენი კარგი კონტენტი კეთდება. არაერთ ადამიანს უთქვამს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩემთვის, რომ აი მე არ ვუყურებდი ქართულ YouTube-ს და თურმე რა მაგარი რაღაცებიც კეთდება რა. და ძალიან მიხარია ხოლმე რა და ბევრი ახალი YouTuber-ი და ახალი კონტენტ კრეატორი მე მივესალმები, ასევე ჩემი მეგობრებიც და კოლეგებიც YouTuber-ებიც იგივე ჯანსაღ დამოკიდებულებაში არიან და ვიცი ნამდვილად მიხარია. მით უმეტეს ხო გოგო YouTuber-ებიც ცოტა გვაკლია, მაგრამ ეხლა ბოლო პერიოდში შევამჩნიე რომ ცოტა წამოვიდა. შემოვემატეთ ნელ-ნელა, ხო? ძალიან კარგია და იმედი მაქვს რომ ეს რაღაცა პროგრესი იქნება და უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება სხვადასხვა სფეროებით რა. თავარია რაღაც არ უნდა გაჩერდე და უნდა გააგრძელო აუცილებლად რა. რავი, ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, მოსვლისთვის, რჩევებისთვის. იმედია მალე შევხვდებით ისევ და ვიურთიერთებთ მოკლედ. მადლობა ასევე შენს მაყურებელს, ვინც აქამდე გვიყურა და განსაკუთრებით მათ, ვინც ვიდეო დაალაიქა და არხიც გამოიწერა. კი, ამას ახლა შევახსენებ და შენ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. ეს იყო მადის აღძვრელი პოდკასტის მეორე ეპიზოდი. ჩემი სტუმარი იყო ილუზიონისტი და იუთუბერი ლაშა გელაშვილი. თქვენ არ დაგავიწყდეთ. სულ ცოტა ხანი დაგჭირდებათ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ, მოიწონოთ და ასევე დამიკომენტაროთ, ვის ნახავდით შემდეგ ეპიზოდებში სტუმრად, რა რეკომენდაციები გექნებოდათ და დონაციის ლინკიც აღწერაში იქნება, თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ რომ ხარი დაგვიჭიროთ, ასე რომ დროებით.